პატარა პაუზა და შენ იწყებ ალბათ. მე დავიწყე. მიდი. დაუშვი. სალამი მედანეებო, მოგესალმებით. მე მიშა ვარ, ბატონი გიორგი და დღეს გვექნება თვის მოგესალმებით. სიახლეები. არის. ორ სიტყვას ვიტყვი, რომ ანუ აქამდე ჩაგვიწერია ჩვენ და უკვე რაღაც ტრადიციად ვაქციეთ ეს რუბრიკა უბრალოდ ცოტა ისე ვეკიდებოდით, რაღაცა ცოტა ზერელეთ ვეკიდებოდით ხოლმე თვის სიახლეებს, რაღაცა ისე ვარჩევდით. მე ძალიან სერიოზულად ვეკიდებ. ხო, მე მაინც არ მომწონდა, რისი თქვა მინდა. ანუ თვის განმავლობაში ჩვენთან ძალიან ბევრი დანა მოდის და ეს ბევრი მოდელი რაღაცა მოდუნების საშუალებას გვაძლევდა ხოლმე რა და ეხლა ანუ უფრო მომზადებულად და მოკლედ უფრო გამართულად წარგიდგენთ ხოლმე თვის სიახლეებს მუდმივად და სისტემატურად. მეტი ყურადღებით შევარჩევთ ხოლმე. კი ბატონო, საქმეზე გადავიდეთ ეგრევე თუ რამე გვინდა პოლიტიკა რაღაცა. პოლიტიკა? არა, შორს ჩვენგან. გადავიდეთ საქმეზე და მოიტანე რამე შენიდან ახალი არ ვიცი, მაგრამ დანას რა ჯიბეზე მეც დანამდე აი ეს. ჯიბეზე არა, ახალი სიახლეებში წინაზე და ახალს მოვიტანდი რა, სიახლე არის. ეს მაგ და ამაზე იცი რა გავიგე მე? ანუ ეს ვინც ასე ვთქვათ, დააპდეითა. ბატონ თავარმა ოქსიდაიზერმა ესე მითხრა რომ ამიტომ ტყეში რო წახვალო. ხო. ტყეში რო წახვალო და მე არ დაუმთავრებია რა უნდა გააკეთო და. მოკლედ თავარი არ დაგჭირს ტყეში რო წახვალო. კომენტარებში მაინც დამიწერე თავარო ოქსიდაიზერო რა უნდა გავაკეთო ამით ტყეში. კი, დანა. კოცლის გასახსნელი არის, ფრაიბარია მეგობრებო, ფრაიბარზეა საუბარი. დანა, მაგრამ ეგ ხო ქონდა მიხეი. ხო, მაგრამ ჯიბეში მიდევს ახლა რა. სიახლე არ არის. შენ სიახლე გიდევს ჯიბეში? მაგრამ რა თქმა უნდა. აბა გვანახი გიორგის რაღაცა ახალი უდევს ჯიბეში. ეგ იცი როგორი პონტია? ეხლა ამაზე ვიტყვით რა ორ სიტყვას მაშინ რა. ეს არის მეგობრებო მიდგარ მესერის ძალიან საინტერესო ახალი დანა. იდისი კუკრი, კი ბატონო, რომელიც, არ ვიცი, იმსახურებს ცალკე საუბარს, უცბად თქვათ, ანუ ამაზე არის ფოლადი. ფოლადი არის Viking Steel. ბევრი ინფორმაცია ვერ მოვიძია, თუმცა ამათ სიყვარულიდან და ვიკინგური მიმდევრობიდან გამომდინარე, გადავწყვიტე რომ ბეოლარმა გაუკეთა, ეძიებდნენ ვიკინგური ფოლადის ხმლებზე, რასაც იყენებდნენ, მიახლოებით იმ შემცველობის, ალბათ დაამზადეს რაღაცა თანამედროვე ტექნოლოგია. რაღაცა სუპერ ფოლადი არ იქნება, თუმცა სიმბოლურად Viking Steel დაარქვეს პირდაპირ ფოლადს. ლიმიტირებულია 600-ი არის, ერთი გიორგისა აქვს, მეც მაქვს ერთი. ფლათესი არ არის და დაუმალეთ, წეღა მკითხა და არ ვანახე. ხო და აი თორე მეც მექნებოდა ჯიბეზე. ძალიან მაგარი რაღაცაა. ერთი ნახუჩი შეყარება იყო მიხეილ გამდანის ურთიერთობა. სიმართლე გითხრა, თან მაგულებს რაღაცნაირად თავისი პრაქტიკულობით, სიმსუბუქით, სითხელით ენდურას და ვაგებს და პლუს თავისი ლიმიტირებული არის ფოლადი განსაკუთრებულია, მსგავსი ფორმა არ მქონია, ახლა ეს კუკრის თემა და ეს რეკურები არ მქონია. თან ეგეთი თხელიდან მიდგარცისთვის უკვე ისეთი ის არის რა, ძალიან საინტერესო მომენტია. და თან ლიმიტირებული რა, ახლა სულ 600 წელი არის და მე შეიძლება სხვა ფერში გააკეთონ და ის კიდე სხვა რა გააკეთონ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ პირველია და ეს არის 600 წელი და გადავწყვიტე რომ დამეგობრებული ყავთ. მოკლედ სიახლეები დავიწყოთ. შენი რა დააბრუნე უკვე? დავაბრუნე მე ჯიბეზე, კი აბა ესო ახალი არ არის, ეს არ არისო. მე კიდე მაქვს. კიდე გაქვს? დედა, აბა მაშინ გიორგის სიახლეები ქვია რუბრიკას მეგობრებო. ამითი დავიწყე სიარული მიხეილ სპაიდერკო ცოტა ხანი დავასვენე. ბერს შეიძლება გეგონათ, რომ თქვათ იგივე არის, რაც წინაზე იყო ხოლმე, ეს არის M+ კონცეპტუალურიც ბევრი ზომები აქვს. XL-ი ნავყოფი არის ექსპერტებთან, აქეთ-იქით და გადავწყვიტე რომ XL-ი ვერ ვატვარებ ჯიბით, ძალიან არაპრაქტიკული არის, დიდი არის რა და შედარებით პატარა ზომა მივიტანე, თქვი რომ იგივე მოდელი არის და ესეც თურმე არ ყოფილა ცივი ერაღი და მესამეს გზაში არის უკვე ის არის M ზომა. ის კიდე ამაზე ცოტა არის და ჩემი აზრით უკვე ჯიბეში ძალიან კომფორტულად პრაქტიკული სატარებელი არის შედარებით. და ნაკეთობა არის ეს რო იცოდე დანა არ არის მიხეილ, ეს არის საჭე ნაკეთობა. მე ფოტოშოპის ვატყობ ამას, რომ ნამდვილად არ არის დანა. არჩევ დანებს და ნაკეთობებს არჩევ ერთმანეთის. რა თქმა უნდა. ნაკეთობა ბატონო. ჩვენი დავიწყოთ ჩემი სიახლეები. მოკლედ მე ზოგადად ძალიან მიყვარს სპაიდერკო, ეგ აღარ არის ახალი ამბავი არავისთვის და სპაიდერკოც დავიწყებ. ჩამოვიდა სპაიდერკოს
არ ვიცი, ქართულად პარტიას რა ქვია, რაღაცნაირად, რა ვიცი. რაოდენობა გარკვეული. ლუკა მიუწერს ტექსტად. ხო, მოკლედ, რაღაცა გარკვეული რაოდენობა ჩამოვიდა, სპაიდერკო ჩამოდის ხშირად, რაც ძალიან მახარებს და რამოდენიმე საინტერესო მოდელი შევარჩიე, როგორც მოდელი ახალი აქ არც ერთი არ არის, მაგრამ სხვადასხვა მოდიფიკაციების გამო ძალიან საინტერესო რაღაცეებია და მოდი დავადგინოთ. მე არ მინახავს. აი, ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენთან ხო? იქნება Manix-ის აი ეს განსაკუთრებული მოდიფიკაცია, ეს ასათზე არის და ამით ეს ასათი არის წინვალე მოდელი, ამ უჟანგავ მოდელებში, ალბათ თუ კი რამე სერიულზე გაკეთებულა ყველაზე მაგარი უჟანგავი პოლადი არის. Manix-ი კი მიყვარს. კაი, შეკრული შესტივით არის რომ ხომ კაი შეკრული არის. ხოთა შორის იმდეს უყურე გიო რაღაცა ტიპის ტესტებს, სადაც იყო შედარება Manix-ის წარმოიდგინე და Adamас-ის. ხო? და ბიჭო, აი, იცი რამდენი რაღაცაში გაუკაჩა Adamас? აი, ფაქტიურად Adamас-მა 100% თუ შეასრულა, ამან 95 გააკეთა. კაი შეკრული არის. ესასაც შეიძლება თქვა რაღაცა. კი. ნუ პრაქტიკაში გამოუყენებას ალბათ ყველაზე დიდი ის აქვს რა რომ მიანგარიშოთ რა და დადიან ჩემთან რამდენიმე ხელოსანი და ეს 30-ზე რო გაგვილესავს რომ იყენებენ ხოლმე პრაქტიკაში ელექტრიკები არიან და თქვა კაბელებს თლიან დაჭერიან და ეს 30-ით უკმაყოფილოები იყვნენ რა ისეთი შედარებით ისეთი არ არის და ადვილად უფშდებოდა პირი და ნუ რბილი იყო შედარებით რა და ესასაც რო გადავიდნენ არ ვიცი ვერ ვაბლაგვებთ ძალიან კმაყოფილები იყვნენ აი ჭრის და ჭრის კაბელებსაც ჭრით ხო ხო ალბათ პრაქტიკაში მე ხლა მეც გამოვსწრდი სიმართლე გითხრა მე გამოვსწრდი მაგებს მაგრამ ნუ რომელი გრადუსი რანაირად მაგრამ ფაქტია რომ ძალიან დიდი სხვაობა ნახეს რომ ჭრაზე ძალიან კმაყოფილები არიან ხო ანუ მე ერთი დანამ აქვს ესაცადზე ბევრი არ მიჭრია ნამდვილად მაგრამ რაღაცა კოჭებში ეთყობა რომ ძალიან მაგარი ჭრა აქვს რა მოკლედ Manix-ი ანუ ესაცადზე არ არის იული საშოვნელი დღეს და ჩვენთან იქნება გადავიდეთ ისევ სპაიდერკოზე და ძალიან ისეთი რა ქვია მაგას მოდაშია მოკლედ მილიტარისტული კამუფლირებული სპაიდერკოები და ისა მილიტარი 2 compression lock-ზე აი ესეთი შავი პირით და კამუფლირებული ტარით დაბრუნდა ჩვენთან და ესეც მიმაჩნია რომ ძალიან საინტერესო სიახლეა ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი ვერსია არის. ნუ გემოვნებაზე არ ვიდაოთ, მაგრამ კამუფლირებული ტარი და შავი დაფარვით ყველაზე ლამაზი ვერსია. თეთრი არ მოყვარს, შავი რო არა ორზეც, პარასამზეც, მილიტარი ეს ვერსიები ყველაზე მეტად რაღაც. ხო, თეთრი პირით არა, აი კამუფლირებული შავი უხდება ძალიან. მოდი, ეხლა გადადი შენ, მე მესამე სპაიდერკოს მერე ვიტყვი. კარგი. რითი დავიწყო? მოდი ამით დავიწყებ. ეს რა. და მოიცა. ჩამარტყა. ჩემი. მეგობრებო, Squid Industries ბალისონგების კომპანია არის, ამერიკული კომპანია არის, ამერიკაში აკეთებენ ბალისონგების დანაკლისი ქონა მაღაზიაში, ნუ მე ეგეთი განცდა მქონა და ნახეთ მოვიძეთ ესეთი კომპანია, რომელიც მუშაობენ მარტო ბალისონგებზე. ძალიან ხარისხიანებს აკეთებენ ჩემი შეფასებით, ფასის ძალიან ადეკვატურები არიან და პირველი შეკვეთა იყო საცდელი ჩამოვიდა მიხეილ. და საცდელად და სანიმუშოდაც ეს გასაყიდი ვერსია არ არის, მე მგონი თვითონაც არ ყიდიან, უბრალოდ თხოვეთ რომ სანიმუშოდ მაღაზიაში რომ დაგვედა და თავის სადგამთ. არა ვყიდე. მე მგონა ეს დასატრიალებელი, ანუ ბევრი ჩამოიტანა და აპირებდი რომ ხალხნო აბა იوارჯიშეთო და თქვი. არა, მაგასაც ვანახებ. გავხსნა სხვებიც? გახსენი ერთი მაინც ისქენი რომ ანუ ძალიან პროფესიონალური ბალისონგებია ეს ამით ბევრი მოთამაშე თუ რა ქვია მაგრამ ფლიპინგი ვისაც მოგწონთ ალბათ ნუ ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი არის რომ ამით შეგიძლიათ თამამად სადოთ Blade HQ-ზე ჩემპიონატები რომ მინახავს ხოლმე ეგ შეგინით შოუზე რომ ერთმანეთს ეჯიბრებიან ძირითადად ახლა რაც მინახავს ამათი ბალისონგები არის და ძალიან კარგი სატრიალებელი და სავარჯიშოები არის. სავარჯიშოებით დაიწყეს თავიდან როგორც წავიკითხე 2016 წელს აქვს დაწყებული ამერიკაში მზადდება ამერიკაში აკეთებენ. ჯერ სავარჯიშოებით დაიწყეს ფლიპინგები და ნელა უკვე სრულფასოვან ვერსიებზეც გადავიდნენ. ერთიდანაც დაგვაკლეს და ის კაი ვერსია იყო, მაგრამ ნუ შემდეგზე დაგვიდნენ რომ გამოგვიზამდნენ დაუწყოთ ჩატარა რა. ეგ ხშირი ამბავია. ხო. და შემდეგზე გამოგვიზამდნენ ის ბოთლის გასახსნელით იყო. აი მაიცად ჯერ ამას გავხსნეს ძალიან მომწონს. ხო, ხვდები მაშინ რომელიც არის. ეს ძალიან მომეწონა. კი ბატონო. კი ბატონო. კაი, ტრიალში მაგარი არა ვარ. ნახე რა ტიპია. ძალიან მაგარი არის. ფრეზირებები და ის ისე ლამაზად აქვს გაკეთებული, რომ
ნუ არის ულამაზესი ბალისონგი არის და ტრეინერი არის მეგობრებო. ზუსტად არ ვიცი, ჩავეკითხები. ფაივუდ ბუშინგი არის, საკაც ცხოველები არის ხოლმე ბალისონგების აწყობაზე, რაც ხარისხზე აისახება. ყველაზე მარტივი არის ისინი რა შაიბა. ხო, შაიბა. მე საკისრებს აკეთებენ და მე არის ფაივუდ ბუშინგები რა, ბუშინგებზე შიგნით ცალკე აქვს ესე რაღაცა ცილინდრები ჩასმული. ხო და ეგ ყველაზე ხარისხიანი გამბოდის და წესით თამათაც ექნებათ ეგეთები. ძალიან კარგი არის. თუ გინდა რომ იდეაში რა, ანუ თან კანონი არ დაარღვიო, თან ისი ამოვნო, ანუ ჯიბეში შეგიძლია თამამად ატარო, ვერავინ ვერ გეტყვის. ეს ნაკეთობა, ეს დანა არ არის. და ეს დანაყოფილა, ხო? ეგ დანაა უკვე. ინტეგრალი არის, ეს ალუმინი არის, ტიტანებისები ცოტა ძვირი გამოდის, ნუ შედარებით, რაღაც 1400 ლარამდე იყო, ალუმინები 1000 ლარამდე არის, მე მგონი რაღაც 900-800 ლარი იყო, ეს შესანიშნავი ბალისონკი. ეგ არ მაქვს. ულამაზესი მანახე მე. ძალიან კაი ხარისხის ინტეგრალები, ესეც ინტეგრალია. ესეც ინტეგრალია, კი, ანუ არ ვიცი, ძალიან მაგარია. აი, აბსოლუტურად სხვა, არც მე არ ვარ მამის მოტრიალე, მაგრამ როგორც კი დაატრიალებ, მიხვდები, რომ განსხვავდება ბევრად ძვირიანი ბალისონგებისგანაც მექანიკით რა. მოკლედ, ჩემი არის სათელი ვერსია, რაც იყო თამამად გაართვა თავი და შეიძლება უკვე თამამად ცოტა დიდი შეკვეთის გაშვება ისე, რომ ბალისონგების არჩევანიც გქონდეს აქაც და კი, მე ძალიან მაინტერესებს სხვათა შორის ეს თემა როგორ განვითარდება საქართველოში და რავი, ოდესმე იქნება აქაც ჩატარდეს ჩემპიონატი, ძალიან მაგარია. არიან მოყვარულები ჩემი აზრით, სიმართლე გითხრა ეს რო იქნება, მეც ალბათ ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია, მე მაგას ვერ შევძლებ ვერასდროს, მაგრამ ხო, ამის ფასი ხო ტრეინერის, ხო 300 ლარი. ხო, 300 ლარი. შესანიშნავი ფასია ჩემი აზრით, მსგავსი დონის ბალისონგისთვის და გავერთობი ხოლმე სიამოვნებით. მე მოკლედ ჩემი მესამე სპაიდერკო, რომელსაც ქვია ატადა. და ეს არის ეგრე იკითხება. სპაიდერკოს. კი, სპაიდერკოს ეთნო სერიის წარმომადგენელი, ანუ ვინც არ იცით, სპაიდერკოს აქვს ესეთი ეთნო სერია, რომელიც თავისთავში მოიცავს იმას, რომ სოფლიოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული დანების რაღაცა თანამედროვე ვერსიებს აკეთებენ რა. თვითონ ეს პატადა არის სარდინიული დანის, რომელსაც რესოლზა ქვია, მისი თანამედროვე ვერსია. ატადა თვითონ არის კუნძულ სასარიზე პატარა კომუნა, რავი, სოფლიც არა და ნუ ეს არის რაღაცა ძალიან როგორ გითხრათ რა, აი სტილეტოსგან განსხვავებით, მაგალითად, ეს არის იტალიური ტრადიციული უკვე ფუნქციური დანა, რომელსაც იყენებდნენ მწყემსებიც, მეომრებიც და ანუ ამდანით მუშაობდნენ, ასე ვთქვათ, და საქმეს აკეთებდნენ რა. მე ძალიან მომწონს ეს ძალიან განსხვავებული ხასიათის არის. ნუ იტალიური ხასიათი იგრძნობა, ხარისხიც, მანიაკოა ესეც, შეგაკეთებული. კი, კაი მოდელია, ცოტა კლასიკური დანები, ვისაც მოგწონთ და სპაიდერკო, ვისაც მოგწონთ, ალბათ ზედ გამოჭრილი არის ორივე ერთად არის M390 ფოლადზე. კი ბატონო, კი ბატონო. და საყელურებზე შაიბები მიყვარს რა ამ ბოლო დროს. კი, მეც მიყვარს კი ბატონო და ეს კლიპსაც მიყვარს, ეს პროვალაჩნაია კლიპსა, როგორ არის ქართულად? ლუკა გადათარგმნის და დადებს. ნავთულისებრი სამაგრი, კი ბატონო. გავაგზელო თუ გააგზელებ თუ რას? რა, რამდენი დანა გაქვს? მე 4-6 ცალი მაქვს. კაი, მე გავაგზელებ. მოკლედ. ეხლა აი ამ დანაზე მინდა რომ პატარა წინა სიტყვაობა გავაკეთო თუ რა ვიცი. ძალიან დიდი ხანი ბატონ გიორგის ჩვენთან ესე ხდება ხოლმე რომ მე რაღაცას ვთხოვ, არას არ მეუბნება, მაგრამ არც კის არ მეუბნება ხოლმე. მე მეორე ვთხოვ, იგივე, მე მესამედ მეტყვის ვნახოთ, მეოთხედ ვნახოთ რაღაცას დაამატებს და გებში მეშვიდეთან მერვე თუ ჩამოიტანა, ეს არის დიდი მიღწევა. აი ეხა ეს დანა. არა, მაგრამ უარს არ გეტყვი თუ არა. ხო, აი ეხა ეს კონკრეტული მოდელი მართლა ძალიან დიდი ხნის წინ ბატონ გიორგის ვუთხარი და როდესაც მოიცალა ბატონმა გიორგიმ და თვითონ ნახა. ნუ გეტყვი ახლა რა იყო მიზეზი რა? სმიტპესონს უყურებდი თავიდან, არც უყურებდი რა სმიტპესონს რომ მეუნებოდი. ხო, გასაგები. ეს კონკრეტული ხაზი, ანუ მათთვის არის პრემიალური ხაზი სმიტპესონის, ტაივანშია დამზადებული, ტარი ალუმინი, პირი აუსრვა და მექანიზმი, ანუ ამ შემთხვევაში რა არის, ძალიან ისეთი რა, საინტერესო, აი ესე უნდა ჯერ მოუშვა, გადატენო გახსნა, არ ვიღაცამ შეიძლება ჰალოს პრინციპს მიამსგავსოს და არის აქ მსგავსება, კი ბატონო, მაგრამ აგერად დამეჭირა იმას. დამცავზე ხელი და პრედახრანიტელზე. პრედახრანიტელზე და მოკლედ
რაც ყველაზე მთავარი არის ძალიან მისაღებ ფასად რა. აი ეს ფრონტალურიდან 180 ლარის ფარგლებში არის. როდესაც ზუსტად ვიცი რომ თბილისში მაგ ფასად იყიდება მაიკროტეკის ცუდი რეპლიკები რა. ხო და მე ძალიან გამიხარდა ეს დანა რომ მივიღეთ ბატონო გიორგი მადლობას აქ ოფიციალურად. მე თავიდანვე მომესმინა და დამეჯერებინა მიხეილ და აქამდე ჩამოგვეწავა. არა, მართლა საინტერესო თან არის თავის ამ ემბებიდან გამომდინარე სათამაშო სავითარს აქედან მიაჭერ ვარდება. მე აქედან ტენი, მე ისე ვისვრი, დამცავიც აქვს, მოკლედ პატარა რაღაცა ისეთი. ხო, მაგრამ მე ისეთ ადამიანებმა არ მინდა შეიძინონ, რომლებმაც არ იციან დანასთან წესიერი მოპყრობა, იმიტომ რომ ამას ახლა ჭუჭყით თუ გამოტენი და მე ვაიმე დედა დაიწყე. ამის ჭუჭყის გამოტენა გაჭირდება მიხეილ იმ ხელაზე აქვს ისა, მაგრამ ჩემელთ კაი რაღაცა ტანკივით არის აწყობილი ალბათ. ტანკივით არის, კი. მექანიზმიც ალბათ ისეთი ექნება, რომ კი, თავიანთი ანუ ეს კაი ხანი წესთან უნდა გაგვშჩი. ეს აქ ხო ზამბარა ცოტა სხვანაირად არის, ანუ ხო ასისტივით არის. ნუ იდეაში რა არის დეტალი რამე შიგნით ისეთი მასიური თუ არ გატყდა, ეს ათავისუფლებს და ვარდება, ეტავს, ამითი ტენი ზამბარას და всё, რამითი ისვრი არის. ხო, მე რაც მაქვს, ანუ მოკლედ ოტზივი ნანახი, ანუ ძალიან მაგარი გამოხმაურებებია გამოდელებს რა. იაფი და იორღა. კი ბატონო, იაფი და იორღა რა. ამიტომ ნელ-ნელა ეს რაოდენობაშიც გვექნება და უკვე შეძლებთ მედანის ქსელში რომ მოგზადეთ და შეიძინოთ. ჩემია? შენი ჯერია თუ გინდა ერთის მე ვთქვა? კაი, ერთსაც მე ვიტყვი. სამადლობა სერიიდან, ანუ სერიიდან მადლობა გიორგის. ერთ-ერთ ვიდეოში აგერ განვაცხადეთ კიდევაც და საჯაროდ დადო პირობა რომ კაბარიო იქნებაო და აბატონო კაბარის მოდელი 1250 რომელიც არის მცირე ზომის ეგზემპლარი, ანუ აი ძალიან მომეწონა ეს მოდელი, იმიტომ რომ რაღაცა ხელში ძალიან კარგად ზის, დიდიც მივიღეთ, უბრალოდ არ წამოვიღე რომ ბევრი არ დამეყარა და მოკლედ აბატონო რა საჯაროდ პირობა შესრულებულია მედანეში კაბარი გამოჩნდა. ამას ახლა არც USMC და არც USN რო არ აწერია, ანუ ისეთი არის შეიარაღებაზე არ არის, უბრალოდ დააპატარავეს, ხო ვერსია? კი ბატონო, სამოქალაქო ვერსია არის, აბსოლუტურად არაფერში არის შეიარაღებასთან. ზუსტად ანალოგიური არის, უბრალოდ დააპატარავეს. კი. და რაღაცნაირად აი ხო გეუბნები რა, მე ძალიან მომწონს რა. ძალიან საინტერესო რაღაცა რა. კოლექციაში და რაღაც კულტურებაში ეს მიჩვენია ვერად. კი. ეს რაღაცა ძალიან უშველებელი არის, არც ჭრის, გავლესა და პირი თავში დამიბლაგდა, რაღაც პერიოდის მე კოროზიები დაეწყო, ეს რაღაც პერიოდ პრაქტიკულად. კი ბატონო, ხო, ნუ რაღაცა, რა ვიცი, საინტერესო არის და მოკლედ გამიხარდა რომ მოკლედ კაბარი ჩვენთან არის რა. ეხლა გისმენ ყველაფერს და რა გინდა. არა, მადლობასაც გიხდი საჯაროდ. საჯაროდ გიხდი მადლობას ბატონო გიორგი. აბა ეხლა გისმენ შენ. რამდენი დანა უნდა ვთქვა ეხლა? შენ ეხლა შეგიძლია რომ თქვა ერთი დანა. ერთი? კი ბატონო. კაი, მაშინ პროტექს ვიტყვი. აი ეს პროტეკი მიყვარს რანტი, რანტ 5, ოღონდ განსხვავებული ვერსია ჩამოვიდა. რაღაცა 1-2 თუ ჩავარდნა ქონდა, არ ქონდა რანტ 5-ები და აი ესეთი პირით გააკეთეს. ხო, იმას ხო რაღაც რევერსტა ტანტო ქონდა და სიმართლე გითხრათ ძალიან მომეწონა ესეც. შეიძლება ახალი რო არის, მაგიტომ მომეწონა. თითქოს გონია რომ იმაზე მეტად მოწონს. შეიძლება ეს რო ყოფილიყო პირველი, მე ის მომწონა. არა, მეც მომწონს. მაგრამ ძალიან მე სიმპათიურება, ნუ დიდებული პლუსი რაც აქვს. დიდებული რომ ესეც ნაკეთობა არის. არა, ეს დანა უბრალოდ ცივი არაღი არ არის, ნაკეთობა არის. არა, მეც მომწონს ეს ბატონო. იმას ალბათ იცი რა არის, ნახე, აი უბრალო მოდიფიკაციაზე ეს მირჩევნია. აი როდესაც ის არის ცოტა მდიდრული ტარი რო არის, მაშინ ეს მომწონს. ხო, ეკი ბატონო. რაღაცა ეგეთი ის. აი ეს დაფარვა, ეს ფაქტურა მე სიმართლე გითხრა ძალიან მომწონს და პირის მომეწონა ძალიან. მოკლედ პროტეკის ავტომატური დანები, აი დააკვირდით ესეთი ძლიერი ზამბარა, აი პროტექს რო აქვს რა. მე მგონი არავის არ აქვს რა. მაიკროტეკებსაც აქვს, მაიკროტეკი კარგად ისვრის ხოლმე მაიკროტეკებს. ხო, ნუ პროტეკიც არანაკლებია. კი ბატონო. ხო და ეს მოდელიც შეიძლება შემდეგ თვეში მოხდეს ჩემ ჯიბეში მიხელ. ტარება შეიძლება დიდი პლუსია. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი არის, მართლა დიდი პლუსია. მე შეცდომაში არ შევიყვანოთ. ესე არ არის რა, თლად ნუ დასკვნა არის დაწერილი, სხვა ადგილზე წყვეტს ისევ პოლიცია, მე ისევ შეიძლება მაგადაწყვეს, უბრალოდ მეტი არგუმენტი გვაქვს. კი, ხო, 100%-იანი გარანტია მოკლედ არ არის, ვინმე არ იფიქროთ, რომ ორი დასკვნა არის. ორი დასკვნა არის. შსს-თანაც არის ნავყოფი რანტ 5 შსს-მს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტმაც დაწერა, რომ არ არის ცივი და სამხარეულმაც დაწერა. ანუ ბევრად მეტი არგუმენტი არის, რომ ეს ცივი არაღი არ არის. მე როდის დავაანონსოთ ჩვენი საინტერესო აქცია რო გვექნება. ხო. კაი.
ეკრებ მაგაზე? კი, არა, გასაკეთებელი არის. კარგი. გვექნება რაღაც საინტერესო. ინტრიგა და შემოვიტანოთ და კი ბატონო. კარგი. ეხლა ვისი ჯერია? რავი, ერთი ვაჩვენე და თუ გინდა კიდე ვიტყვი. მოდი ერთს მე ვიტყვი და მე თქვი. Cold Steel-ის ასევე ძალიან დიდი პარტია ჩამოვიდა, მაგრამ იქ ყველა მოდელი იყო პრინციპში ნაცნობი და ღარ წამოვიღე რა, ეს რა ქვია, Voyager-ები და ასე შემდეგ და პატარა Engage ჩვენ არ გქონდა. ეს ბიუჯეტური ვერსია ხო? კი, ეს არის ბიუჯეტური ვერსია. კი ბატონო, აი ძალიან პატარა ისეთი საყვარელი Atlas Lux-ზე, ანუ აბატონო, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ჩამკეტზე აი ესეთ ფასად რა, რა ფასშიც ეს არის რა, რაღაცა 200 ლარამდე არის რა ეს დანა. ფონდის ხორა? არა. ატო არა. არა, შეიძლება გახსენი, მაგრამ ოფიციალურად არა აქვს. ოფიციალურად არა აქვს. კაი. შაიბაზია? რაღის? 200 ლარამდე. ცუდი არა, კარგია. ანუ მე რაღაცა ნელ-ნელა უმოღამებ რა, თავიდან არ მომეწონა ეს და Atlas Lux. Atlas Lux კი არის თვითონ Engage რა, პატარას. ხო და რავი, რაღაცა ამ ბოლო დროს მომწონს რა. ჩემი ეს ამისი ცოტა დაკოდვად შეიძლება რომ 6 სანტიმეტრში ჩაჯდეს. კი. მაინც ყველაფერს უგრი ისე ვზომავთ უკვე. ხო. ისე მართლა, მოიცა, აბა ერთი წუთი. არა მგონია ხედოთ. კი, ეს ძალიან საინტერესოა. აი, სახაზავიდებს აბა ერთი. ნახოთ ერთი ამის დაკოდვა. დაკოდვა რკინის დაკოდვა რას მოგწევს. ნუ ეგეც გასარკვევი არის, საიდან ზომავენ ხო თორე. კამას. ოდა. ნახე. იქით. აქ. აჰა. 63-მდეა. და პატარა წვეთის მოტი ხო და გადალესო არ და შეიძლება ეგეც უკვე მოხდეს. მოკლედ ნელა-ნელა სტაბილურად გავაკეთოთ ტესტი დავაპატარავოთ. კი, საცული არ იქნება. ძალიან საინტერესოა. ეგეთ რაღაცები გაკეთება, ისე ბევრ ამაზე შეიძლება საერთოდ რა ცოტა რო გადაცდომა აქვს, თქვა და აი 60 მმ მყარად რო გავიმყაროთ პოზიცია და დანარჩენი მე ვნახოთ რა. 51-16 არის უჟანგავი ფოლადი აქვს, ბევრს ეშლება ხოლმე აი 1-416-ში ეს კიდე სხვა ფოლადი არის, ის გერმანული გრუპის ფოლადი არის, მოკლედ ესეც უჟანგავი ფოლადი არის. კაი, გააგრძელე ბატონო გიორგი. გავაგრძელოთ და კაი, მიდგარდზე გადავიდე. აბა Beowulf, ოღონდ მინი Beowulf გქონია, ესეც ლიმიტირებულია, წინა ლიმიტირებული იყო. კაი, ამას ესე ვხედავ არა წერია. მოკლედ, წინა Beowulf ძალიან მომწონდა და მეორემაც არ დააკლო სიმართლე გითხრა. აი, მე პატარა მუტრუკი არის, ნახე. ეს არ მეჭერია ხელში. ნახე, შუშის ჩასატეხით როგორი აქვს, მასიური, რამდენი 1-6 მმ არის ის კი ალბათ ამისი. მეტია მე მგონი. და ხელში ძალიან მაგრა ჯდება. 6 პირის დისკია ბიჭო. და რავი, მექანიკა კარგი აქვს, ხელში კარგად ზის, ზომა პატარა აქვს. აი რა, მე მიყვარს ეს ბრუტალური დანები, მიდგარცმა შემოყვარა და აბა ეს არ მქონდა ხელში დავიჭიროთ, ძალიან კაია. კი, ეს ესეთი ჯიმპინგი რა, ნახტომისებრი. აი აქიდან იწყება, შიგნით ჩაღრმა, ძალიან მაგარია. ესეთი ჯიმპინგი არ მინახია, აქაც და ესე თან ძალიან საინტერესო არის, მე გინდა ეს დაიჭირე. ძალიან კაი მოდელი არის. იქაო რა, ეხლა ვიკინგიც ხო აქვს ამათ, ისიც ძალიან მიყვარს და ხან არის რომ ამისკენ ვიხრები ხოლმე რომ ეს უფრო მირჩევნია. ხან ცოტა ვიკინგისკენ რა ხასიათის თემა არის, მაგრამ Beowulf მაგარი მოდელია. მაგარი დანები არის, მოკლედ Little Beowulf. ხო, აქვე ერთ რაღაცას ვიტყვი კიდე რა, რომ ეს ყველა დანა, აბსოლუტურად ყველა დანა არის, ანუ რას ნიშნავს ახალი მინდა ვთქვა რა, ანუ ჩვენ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ ახალ დანას ვეძახით იმ დანას, რომელიც შეიძლება იყოს, რა ვიცი, 6 თვის განმავლობაში, რა ვიცი, 20000 ჯერ გახსნილი და დაკეტილი. ჩვენ არა, საქართველოში არის რა, ეგრე რომ იმასაც ახალს ისიც ახალში გაყავთ ხოლმე რა და ანუ ნელ-ნელა მინდა რომ ეგ ტერმინოლოგიაც mint condition და like new და რაღაცა ხოლმე რომ არის დანა კოლექციიდან. კი ბატონო. და კოლექციიდან ნიშნავს რომ მე ესე გულისხმობ რომ ახალი ვით არის ვიძე პროსტად ნუ იქ კოლექციიდან არის და ნათამაშები თავისუფლად. კი ბატონო. და არის აბსოლუტურად ახალი რა და აქ რასაც ხედავთ ეს არის ყველა აბსოლუტურად ახალი. ნუ ეგ მაღაზიაში არ ვიძახი, მაღაზიაში მაქვს სტენდიდან ვიძახი რომ სტენდზე დევს და არის გაუხსნელი რა, მაგალითად მანდაც. კი ბატონო. ნუ სტენდზე იმას არ ნიშნავს დევს და თავისთვის დევს, მაგრამ სტენდზე. ნამდვილად, მაგრამ მინდოდა რომ მეთქვა. კაი. კაიზერის
Spider-Coast და Cold Steel-ის მერე Kaiser-ის ბოლო დიდი ისე ვთქვათ ის მივიღეთ რა. ეგ შეფუთო არ მინახავს ახლა. ხო და მაგაზე მალაპარაკე მაცეთ. ბევრი საინტერესო მოდელი იყო და აი დღეს საწყობში ვიყავი გადასული, მაგრამ სამწუხაროდ ეხა დროის სიმცირიდან გამომდინარე ყველას ვერ გადმოვიტანდი და ალბათ მოვა ის დრო, როდესაც სათითაოდ თითო ბრენდზეც მოვახერხებთ ვიდეოს ჩაწერას, რომ აი მთლიანად ვთქვათ Kaiser-ის მიღება განვიხილოთ რა. Kaiser-მა ანუ ძალიან ესეთი საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და როგორც ბიუჯეტური ძველი შეფუთვა დატოვა, ძველი არა, ძველის მერე რომ გქონდათ რა ერბილი ესეთი, ასევე აი ესეთი შეფუთვა გააკეთა. ეს არა ბიუჯეტური ხაზია ხო დანების? ბიუჯეტური ხაზია, მაგრამ გახსენი ბატონო გიორგი. კი ბატონო, და დააკვირდი რა კარგი უთია. ძალიან. დანასაც გავხსნი მიხელ. დანაც გახსენი, ეს არის ჩემი ფავორიტი მოდელი ბოლო სიახლეებში, პარაკეტი, ანუ აი არ ვიცი, საოცარი დანა. დანაც კარგი ჩანს მიხელი. ჰო. ეს ამათ რაღაცა ახალი ჩამკეტი გააკეთეს, რაღაცა ანუ button lock-ის და axis lock-ის ბიძაშვილ მამიდაშვილობაში აერთეს ერთმანეთში. ხო, ნუ იმისა მას რო აქვს ხოლმე Spider-Coast რა ქვია იმათ, axis-ი კი არა. Ball bearing lock. არა, უკანა როგორ. Compression lock. კი button ხო, button compression გამოდის რა, იმიტომ რომ იქ ხელით აწვევი იმას ლაინერსა და აქ უბრალოდ ღილაკით აწვევი. ხო, გინდა button liner-ი და არ ქვი რაც გინდა. ხო, მოკლედ საინტერესო რაღაცა გააკეთეს, ნამდვილად, გადაზომე ეგეცაბა. ჩასაკოდი. მოცადე. ეგ მეტია. არა, მიხეილ, არა 62-ია, 62 არის. სერიოზული დამკოდავები გამიჩიტები. და მშვენიერდან ამას ვაფშე არ შეიმჩნევა 1-2 მმ-ის მოკლება უნდა. ეს ძალიან მომეწონა, გიო, აი რავი, რა მართლა ძალიან მომეწონა. ეს ისე შეიძლება და ამას შეიძლება თქვა რომ ნაკეთობა საჭირო. ხო. ყოველ შემთხვევაში კანდიდატია ესეც ჯიბეში გაქანების. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ესეთი მომცრო ზომის არის, ერთი შეხედვით ძალიან კაი ჩოვილი აქვს, არ ვიცი, დაშვებები აქვს ფანტასტიკურად გაკეთებული, ჭრა აქვს, უგემრიელესი და ასევე ლაინერები საკმაოდ სქელია, მიუხედავად კი შიგნიდან არის ამოპრეზელი და შემსუბუქებული, მაგრამ სქელი ლაინერებია და ანუ ამ ჩამკეტიდან გამომდინარე, კაი დატვირთვებსაც გაუძლებს ამავდროულად. ძალიან მომეწონა მიხეილ, ნიტროვი. კი ბატონო. და გვარი არ მახსოვს ერთი დავხედო. აი მოდელია. ოდიში შენთან გაიყო. ბევრი პატარა დანის კონკურენტი იქნება შემდგომ. კი, აი იქ რა წერია მათ ჩვენ ერთი წამი დიზაინერი მინდა რომ და პარაკეტი. არა, დიზაინერი არ წერია რა. ხო, ძალიან საინტერესო ბიჭი არის, აი გვარი დამოვიწყდა, ლუკა დააწერს მერე მისი დიზაინერი. ტარი რა არის მიშა? ტარი არის PEI. კაი, ნახე. ანუ ისიც რა ულტემს რო გავს ის მეორე, ისიც არ არის ულტემი და PE არის ისიც რა. ოღონდ ფერებშია სხვა. კი ბატონო, ფერებში არის. მოკლედ პარაკეტი. ხო, ესეც რო დაიმახსოვროთ, ესეც 200 ლარამდე არის, ანუ ძალიან ბიუჯეტური მოდელი არის. შემოკარგებო და ძალიან კაი შეფუთვით. აბა, შენი ჯერია ეხლა. რაიკი. შემოვიდნენ კოსმონავტები. რაიკის ეს მოდელი ძალიან პატივსაცემ ხოლმე დანებს რომ არავის არ აქვს და რაღაცა ინოვაციურები რო არის, რა მსგავსი არ შემოხვედრია მე. რაიკი ალკაიდი მოდელი მეგობრებო, აი ესეთი რაღაცნაირი ფუტურისტული სწორ ტერმინი იქნება, რაღაც ვიზი არის, იხსნება, იკეტება, ფუტურისტული და sci-fi და გვაქვს ესეთი რაღაცა. ცოდე? ბევრმა შეიძლება არ იცოდეთ ეს მოდელი. აი ფუშდაგერი ხდება. თან როგორი ფუშდაგერი გახდა. სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებისთვის არის მოკლედ ხო არა ამის აღწერობაში გაგ უწერია რა რომ აი sci-fi სამეცნიერო ფანტასტიკის სტილისტიკაა რა რომ ვიღაცა Dark Vaders ან ვიღაცას უიჭველი მაგდაგვარინამე ექნებოდა რა ზეიფში რა. ოჩაღ რაიქს რა აი მაგრად აქვს აწყობილი მსგავსი მოდელები და ამუღამეს რა მსგავსად სხვადასხვა მოდელებზეც ბევრსაც ნუ ეს ტექნოლოგიები და ეს აწყობები და სისტემები ეს რო პირობითად გააკეთოს მაგალითად ბორკამ რა დაუშვათ ეგეთი რა. გადაწდა. ფასი რა იქნება გადაწდა. დაიქნება ერთ ტრიციტიშია რაღაცა იქნება მიხე. ხო, გასაგებია. ძალიან მაგარია, სუფთა ტრანსფორმერი არის. ნახე რა მოგატეხსნება. მოკლედ, რაიკის გვაკლდა ეს მოდელი, ადრე გქონდა ერთხელ ჩამოტანილი, ერთი გქონდა
და ეხლაც კიდე ერთხელ ჩამოვიდეთ ერთი წელი მოგვთ კონმიში. მე ერთი იცი რა მაინტერესებს, რომ აი არსად არ მხდება ზეთების და იმის ის ნაკვალევი, რასაც მხდება? არა. ანუ ზოგადად ესეც ფუნქციური მოსხო. ამდენი ისინი როა? ხო, ამდენი ისაა აქ რა, მაგრამ ნუ არ არის რა არსად რა. აუ აქ რო ზეთები ჩაუშვა, მიშე იმდენი შაიბები აქვს. ხო. 2, 4, 6. გავაგზავნოთ მოკლედ ჩვენი სიახლეები და კაიზერს მიუბრუნდები ისევ და მინდა ერთი მოდელი გაჩვენოთ, რომლის უფროსიც მათ რო გამოვიდა, ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო და რატომღაც ძალიან პატარა იმით გამოუშვეს ტირაჟით და მუტაციაობა იყო და არ ვინახავს. სურათებზე ძალიან მომწონდა. ხო და მისტიკი აღარ არსებობს, მაგრამ გააკეთეს მინი მისტიკი. ის მისტიკი მე არ მქონია, მე მგონი შეიძლება ერთხელ მქონა, იმიტომ რომ უცებ სულ ქონათ რომ out of stock იყო და ვერ უკვეთავდი ხოლმე. კი და იმედია მე გამილესავ. გააქვს. ის არის ერთხელ მქონა Rex-ზე, Rex 45-ზე, ხო, ერთხელ მქონა ჩამო. მოკლედ, მინი მისტიკი, მაგრამ ხელში რო ვიჭერ, ხო, აი ეს ძალიან სპეციფიური ფორმა ხო აქვს უცბად რო შეხედავ და ავთი შეიძლება თავიდან არ მოგეწონოს, მაგრამ მე რო ხელში ვიჭერ, ძალიან მაგრად მეგიმრიალება ესტანა რა. ბევრი მოდიფიკაციით არის მინი მისტიკი, ჩვენთან არის ეს მიკარტა და ულტემის ასე ვთქვათ, ერთობლიობით, იდეალური მექანიკით და არ ვიცი რა, აი ეს პოლ მუნკო, ვინც არის დიზაინერი, ოჯახმას. კი, ძალიან კაი მოდელია. და კაიზერმა რა გააკეთა, იცი, ანუ თავის ბიუჯეტი, რა მომეწონა მაგრად გეტყვი. ნიტროვი გახადეს ბიუჯეტური მოდელების ფოლადი. ხო. ანუ 154 CM-ი უფრო ძვირად არის, ცოტა აციეს რა. მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ ვერ ეტყვის, რომ ის ჯობია, უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ იშოვეს რა, კარგად ნიტროვი დიდი რაოდენობით, ნიტროვიზე დანები უფრო შეღავათიანი. ეხლა საინტერესოა ესენი ის ტარიფები და იმის გამო. ხო რა, ალბათ ეხლა ამხელა ბრენდი არ დააწეს ჩინურ ანალოგს. არ ნაივცენტზე და იმაზე პირდაპირ რო არის უკვე რეკლამები, რომ რაღაცა ჩვენზე ტარიფები არ მოქმედებს და ანუ ტიპები არ რეკლამებენ. ხო, რო ანუ იმდენად რაღაცეებს დაარტყა. მოგითხარ რომ რაღაც მოდელები იყო QB უცბად გაძვირდა $15-16. ხო, ნუ ფაქტია. ნუ ფოლადის თემაში ფიქრობ გაუჭირდებათ აწირა ეხლა ტყუილა არ დააწეს ეს ხა ანალოგი რო იყოს ჩინური არ დააწედა 154 CM-ს. კი ბატონო. ხო, ანუ გაუჭირდათ ეს ნიტროვი გერმანიიდან მოაქვს და უფრო ეთყობა დაალაგებული აქვს რა ეს თემა რა. კი ბატონო, ოჩახ. კი, მოვადრო რომ მე მგონი ჩვენთან უფრო იაფი იქნება, მაგათად კაიზერი ვიდრე ბრენდები. ნაფიქრი მაქვს მაგაზე. კი ბატონო, კი, აბა შენ რამდენი დაქ ჩამითხარი? მე დამჩა 2 დანა და არ ვიცი პასტაც მოუხოდროთ? კაი, მე 2 დანა მაქვს, ამიტომ შენ ისაუბრე ბატონო გიორგი. აი 90-იანების ფილმების კასეტები, ხო? და ჯეკ ულფს არ ვეშვები. პირდაპირ ვიტყვი რომ ჯეკ ულფი ჩემთვის დღესდღეობით არის ალბათ არაკომერციული. კი, მაგრამ იმდენად მომწონს, გვისაუბრია მაგაზე რომ არ მოვეშვები ბოლომდე სანამ რაღაცა, იმიტომ რომ რა მჯერა რომ კაიდან არის და უბრალოდ ჯერჯერობით არ ვიცით ამის ფასი. ნუ რაღაცა მგონია რომ რაღაც მომენტში მივალთ იქამდე რომ ანუ ხო ხვდები რომ ანუ არანაირი ის ინტერესი იმის რომ მაინც და მაინც ჯეკ ულფი ვინმეს ვტენოთ რა სხვა ჩამოვიტან და სხვა დავალაგებ ადგილების ცოტა მაქვს. რომ უბრალოდ მაქსიმალურად ბევრმა გაუგოს გემო ამ მაგარ და ჩვენ მოგწონს ძალიან. მოკლედ კასეტა. ფასები ადეკვატური რაღაც 700 თუ 750 რა ვიცი. ო რა ჯერ მარტო ყუთები და ის აქ დიზაინები რა ვიცი რა შეხედე რა ყუთი. და ვინ თქვა რომ ფიქსი უნდა იყოს დიდი შეგენაცვალე ნახე რა. როგორ არის ჩასვენებული. ვინ თქვა რომ დიდი უნდა იყოს რუბი როგორ არის იმ ქართულად? ლალისფერი. აი ულამაზესი, უკომფორტულესი, უსუბუქესი, უპრაქტიკულესი პატარა ქალაქის ფიქსი. მათხოვე რა რაჯობია ზაფხულში ბიჭო. ნაბერეჟნის პივას რო გამოვიტანდათ ობლას და რო ადგები და აი შეხედე რა აი. ეს არის ნუ როგორი სიამაყეა რომ მაგ დროს შენ შიდალინზიანი ჯეკ ულფი გაქვს ხელში. ეს 90 ფოლადზე. ეს 90 ფოლადზე ესეთი ტყავ, მაგრამ სუნეაუა ტყავს. ხო, კაი, თევზი არ დავწერათ. ჯიბისთვის არის რა, ანუ ჯიბეში რო ჩაიდო, კამარზე გასაკეთებლად არა, ჯიბეში შეიძლება პირდაპირ ესე გაიკეთო და ჯიბეში ჩააცურო. ეს ტყავი როგორი დამუშავებული ვერდები, არ ვიცი რა, ეს რამდენი გრამია გიო შენი აზრით?
50 არ იქნება. არ იქნება 50 ნახოთ საერთოდ 40 გრამამდეა მე მგონი რა. უსუბუქესი. მოკლედია რა. მოკლედ კიდევ ერთხელ ჯეკ ვულფებს ფაბდე მივალთ ჩემი აზრით. ხო, ნუ ამათი დროც რომ სხვანაირად შევხედავთ. ანუ ვიცი რა არის სიახლის თემა არის ხოლმე რა ჯერ რაღაცა გინდა მოიბეზო. რამდენი დანები ხო არ იყო აქამდე რა და აქამდე სანამ მიხვალ ჯერ სხვა რაღაცა ბუღამები გინდა გაიწორო ხო რა თანმიმდევრობით ვიყვებით და აი ამათი slip joint-ები ეს ფლიპერები ეს ფიქსები გამორჩეული. ხო ეხლა შარშარ მე მაგალითად საერთოდ არ მეგონა რომ პირობითად 3 slip joints ვიყიდიდი ერთ წელიწადში რა, მაგრამ ვიყიდე. ხო და აი მეც მივდივარ რა ნელ-ნელა რა მაგ მომენტებამდე. ძალიან მაგარიდან არის. ძალიან უცხო ტარი აქვს. კი. და გეგონება რომ არ კომფორტული არის. არა და ხელში რო დაიჭერა ძალიან გემრიელად ჩდება ხელში. კი, ყოჭა ბელკინს. კაი ბიჭი არის ეგ. მალადეც რა. მიდი მიშა. მოკლედ კაიზერის დღევანდელი ასე ვთქვათ სესიიდან მესამე ფიქსი წამოვიღე და აქვე მინდა აღვნიშნო რომ ამ პარტიიდან ბევრი გვაქვს კაიზერის ფიქსები, ძალიან მაგარი ფიქსები და ამათი უმეტესობა არის ეგრეთ წოდებული ქალაქის ფიქსები რა. ერთი წამოვიღე რომელიც ჩემთვის არის, რა ვიცი რა, ძალიან ფავორიტი. ანუ ვისაც პირობითად არა აქვს ფინანსურად იმის საშუალება რომ თქვა ჯეკ ვულფი იყიდოს აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის ჯეკ ვულფთან ხა ეს დანა, მაგრამ აი ძალიან დამეღვასა რა. ჩემ ჭკუით ჩამოვიტანა ეგა. ეს არა, მეორეები არის ამაზე ანუ ეს შენ უფრო თხელია და იდეაში ის ჯობია, რომელიც შენი ჭკუით ჩამოიტანა. ეს მეკითხარი. ბივერი, ანუ აი პატარა მუტრუკი რა ვიცი რა და იცი რისი ეს გერბერის კი არა მორას ელდრისი რო არის რა ანუ იმ სტილშია ოს ბევრად მირჩევნია ეს კი კაი ჯილათან არის აი ესეთი რამდენ რაღაცას მიაგლიჯა მოაგლიჯა რა აი ისეთია რომ უხეში რაღაცა ესე გაიმეტებ რომ საჯიჯგნი და საჩიჩქნი არის ახლა იმ ხეში ჩაძრებოდა კაცი ეს რაღაცა ეს ხირს 140 ლარი თუ რაღაც ხო ძალიან იაფია ეს კაი ფასი კაი აქვს კი ფოლადი რა არის და ხედა უკიდან დევრი ხო? კი ბატონო. და დაშვება როგორ აქვს? ანუ ყوارე? კი, კარგი არის. გაილესება, იმუშავებს და ჩემთან რომ მოიტანა, არ ვეთქვი რომ არ გაილესება და მახინ ჯური გამოვა. კი ბატონო. ხო, არა, ნორმალურია. ნუ სკელი არის რა. სკელია, მაგრამ საჩიჩქნიდან არის და მაგარია. ესეც ბივერი, ჩემო კარგებო. ეს გოგოთო. კი ბატონო. მიხეილ მოდი მე პასტას გადავდებ არ გვინდა და იმდანით დავამთავროთ შენ თუ რამე გაქვს დარჩენილი და ერთი დარჩენილი 21 წამი 20-ზე ეს იყო აქ და ამერია ყველაფერი კაი აი ეხლა მოკლედ დანა რომელიც აქ წარდგება ეს ადამიანი ანწუხაროდ ბევრი წლების წინ გარდაიცვალა ო ეგეც სიახლე ალმარი არის აბსოლუტური ლეგენდა. მისი სახელი არის ალფრედ კლარკი, ამერიკული სახელი და გვარი კი აქვს, მაგრამ ეს იყო ჩინელი ემიგრანტების შვილი და დანების სამყაროში, ავიცი, უამრავი რაღაცა გააკეთა. პატარა ახალგაზრდობიდანვე იყო სპეცდანიშნულების სფეროში, მოდი ესე ვიტყვი, ბევრი რო არ ვისაუბრო და 60-იანი წლების ბოლოს თუ სწორედ მახსოვს, გერბერმა მიიწვია მოკლედ და თავიდან იყო იმის რა ქვია იმას შეფუთვების დიზაინი და მე თავარი დიზაინერი გახდა გერბერისთან. ეს არის პერიოდი, როდესაც გერბერი ბრდღნის ყველაფერს. მე გააკეთა თავისი კომპანია, სათავო ოფისი კი ჰქონდა ამერიკაში, მაგრამ წარმოება იყო იაპონიაში აბსოლუტური ლეგენდები უკეთებდნენ მას დანებს. თუ იცი დარჩა ახლა იაპონიის წარმოება ალმარის წარმოება იაპონიაში აღარ არის, ჩინეთში არის გადატანილი, მაგრამ იაპონიაში ანუ დღემდე გსაკაის და მოკი თუ მოკო თუ რა ქვია, ანუ მათ მოკის აქვს უფლება ალმარის დიზაინების გამოყენების. თვითონ ალმარს ჰქონდა ესეთი წესი, რომ თავის დანას აკეთებდა 200 წელს. და ანუ აი წარმოიდგინე ისინი რაც დარჩა 200 წელია რა, მაგით უარო კატასტროფული ფასები ხის რა. ეს არის თანამედროვე ვერსია და მე ძალიან გამიხარდა, რომ მისი დიზაინები ხელმისაწვდომ ფასად გახდა ასე ვთქვათ ხელმისაწვდომი, მოდი რა, ტავტოლოგიისთვის ბოდიში. ეს არის სერია სტილეტოების სტილის 3 ზომით. ეს არის ყველაზე დიდი ზომა, 5 ინჩიანი პირით არის საშუალო ზომა და პატარა ზომა. სამივე არ გადმოვიტანე, აი ეს ყველაზე დიდი გადმოვიტანე. კითხო. კი. თილაიძე ძვირია ბევრად. იაფია.
თილაიძე იაფი. თილაიძე იაფი. კაი. კი, დეორი არის და თილაიძე იაფი. 209 არის ღირს, როცა თილაიძე ღირს 200 რაღაც 40 და რაღაცა მე მგონი რა. ძალიან კაია. კი, და არ ვიცი, აი ძალიან ვიზუალში რაღაც ძალიან მაგარია. კი ბატონო. ნუ ეხლა 200 ლარის ის არ იქნება ხო? კაი, მძიმე. მაგრამ ძალიან ლამაზია. ხო რა, აი ესეთი რა კოლექციაში რომ უნდა სიამონებით დადებდი კაცი და აჩუქებდი სხვას, აი ეგეთია. პატარა ძალიან მომეწონა ამისი და ესეც შეძლებთ ცოტა ხანში მედანის ქსელში მაღაზიებში იქნება, საიტზე ჯერ არ იქნება სამწუხაროდ. კაი ნამატია მიხეილ. ოჩახ. კი ბატონო. კი ბატონო, მოკლედ ესეც ჩვენი თვის სიახლეები და გიორგი ახლა ბოლოს გვიმზადებს. გავიდეთ ფინალში. გავიდეთ ფინალში და მაგარი თავიდან არ ვაპირებდი, მაგრამ მიდიაში რატომაც არა რა. ერთია შეიძლება მეტი აღარ იყოს და ასე შემდეგ. აი არ არის შეგეკეთო. მაგრამ ალბათ უნდა მოგვეხოდრებინა რომ. კი, მეც ვთვლი რომ უბრალოდ საჩვენებლადაც ღირს რა. გუსტავო ტომეჩეკინი, ხო, მოწრა თქვი. აი ესეთი ჩემი აზრით ნუ დანების თემაში შედევრია რა. სრული. თუ დანების თემაში ხარ, ხო შეიძლება ყველაფერში ხო შედევრები. დანების თემაში ჩემი აზრით შედევრი არის რა. და არა მხატვრულად. არა მხატვრულად. არ უგოტყუებს რაღაცა ზიზილპიპილოებით და თვლებით და რაღაცეებით რო თვალი რომ მოგატყოს, სუფთად ამ მასალებით ჩემი აზრით შექმნა შედევრს დავარქმევდი ამას. არც ბრილიანტია, არც ოქროს ინკრუსტაცია, მაგრამ საოცრება. კი. ნუ რომ მომდომებინა ჩავსვავდა მაგასაც, მაგრამ არ ჩათვალა საჭიროდ და აი ესეთი მასალებით, როგორც აი ხელოვანი მხატვარი რო საღებავისგან დახატავს და უბრალოდ გამოიყვანს რაღაცას, აი ეგრე გამოიყვანა. ცოტა მოყვარულებისთვის ალბათ გასაგებად რო ვთქვათ, მოდი ისე სკრულეს და თულეს აქვს. აუცილებლად თავარი ანუ მსგავსი დანა შეიძლება ქონდეს ვინმეს. მე ჩემ გონებამდე ჯერ ვერ გავიაზრე კარგად როგორ ააწყო ესე რომ თან ესეთი კაი მექანიკაც აქვს რომ დანასან რა აქვს ანუ ვინტი არა აქვს და ხელსაც ყვარჭირდება აწყობა დაშლას რა ერთი ღილაკი აქვს აქ ღილაკიდან ესე მიაჭრეთ მე ლეგოს პრინციპით ის დაიშლება დანა ნუ მაგას არ დავშლით ჩვენ და აი ეგრე არის დანა აწყობილი და აი ვინტები რო აქვს დანებს და ვინტს გადმოუჭერთ და მაინც რო ან გარბის, გამორბის, მექანიკას ვერ არეგულირებ, ხან რაღაცა ჭედავს რაღაცა და ამ ადამიანს აესი აქვს. ეხლა რომ დადე გამოჩნდა ის ფერადი ის დღეს მე რო ვერ ვხედავდი. ესენი ფერადები ხო? აი ესე კუთხით ვხედავ რა მაგარია პროსტა ბიჭო. ხმა, მექანიკა, დიზაინი, ყველაფერი აქვს საოცარი. და ერთი ცალი არის, ანუ მეტი არ არის. ხო, ანუ ეს ადამიანი, ანუ იდეაში, ანუ მოდელს კონკრეტულ მოდიფიკაციას აკეთებს ერთს და თვითონ მოდელსაც არ აკეთებს ბევრს რა, ანუ ეს მოდელი ვერ ავნახე საერთოდ სიმართლე გითხრა, ანუ ეს მოდელიც იქნება, მაგრამ ძალიან ცოტა არის. ხო, შეიძლება იყოს რა თქმა უნდა 5 წელი გააკეთოს სხვა იმითი რა, მორჩა რა დამთავრდა რა. თამათ შეიძლება ითქვას, რომ ალბათ მთელი დანების ინდუსტრიის რაღაცა გრაალი არის ასეთვის. კი ბატონო, ანუ მე ხა ამას მე ხელს არ მოვკიდებ, უბრალოდ რას ვიტყვით, აი რაც აქ მე დანებთან მქონია ურთიერთობა, საოცარ დანებთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ აი ეს ადამიანი, რომელიც აღნიშნოთ, რომ ეს არის ბრაზილიელი ოსტატი, რომელიც მართლა თვითონ აკეთებს ამ ყველაფერს, არ ცდილობს რაღაცეების, ნუ აი არ მიბუქებას, მობუქებას, ძალიან უბრალო ტიპია, აი ძალიან უბრალო კაცი არის, გულწრფელი, სხვა მოდელებიც აქვს ბრწყინვალე მისი ასე ვთქვათ დიზაინით აკეთებს ვინაიფი ძალიან კარგ დანებს, ვისაც ვთქვათ ეს კატასტროფულად ძვირი არის, ვისაც ამის საშუალება არ აქვს, ვინაიფით შეუძლია ასევე დატკბეს და არ ვიცი რა, ეს დანა საქართველოში რო არის, ძალიან მაგარი ამბავია, არ ვიცი. კიდე ეს ვთქვა რომ უყურებდი ამის სახელოსნო სურათებიც ედო რა და ბევრს გონია რომ თქვათ რაღაცნაირად აი ესეთი დანები მაინდამაინც რაღაცა ისეთ აი მიკროჩიპებს რო აკეთებენ და რაღაც ეგეთ სიტუაციებში იქნება და არ არის ეგრე მეგობრებო აი ესე ნაბიჯი არიან მისულები იქ რაღაცა ხელსაწყო მიამატა იქ რაღაცა მიამატა მიაშენა და დღესაც რაღაცა მსგავსი ეგეთი სახელოსნო აქვს სურათი რო გადავუხებ სხვადასხვა დანადგარები აქვს 80 კვადრატი არის მაქსიმუმი რაც სხვადასხვა დანადგარები აქვს ზის და მუშაობს და აი ესე ნედლეულს შეიტანს და აი ესეთი დანა გამოაქვს იქიდან. ეს არის ხელოვანი ჩემი აზრით. ხო, ანუ ამით კიდე იმის თქვა გვინდა რომ სოფლიოში არის ანუ ხალხი არ არის ესენი მაინც და მაინც დიდ ქვეყნებში ესე რაღაცა დანის მხრივ დიდ ქვეყნებში ანუ არიან სხვაგანაც არგენტინაშიც არიან ძალიან საინტერესო ტიპები, ბრაზილიაში არიან, ანუ
ეს ნიჭია რა. ნიჭია, ხო არის რაღაცა შრომით ისე მოიპოვებს და რაღაცამდე მიხვალ და აი ხო არის რომ ნიჭი გაქვს რა სიმღერის ხატვის და ასე შემდეგ, ეს არის ნიჭი რომ ასეთ დანაჭრეთება შეგვიძლია. მოკლედ, რა ვიცი, ეს ერთი და სხვა მრავალი აი ესეთი იქნება კიდევ GTC იქნება, GTC-სთან გვაქვს ურთიერთობა, დაგვირდა რომ რაღაცა რაოდენობას 1-2 ხანდახან წელიწადში მოგცემს და ყოველ შემთხვევაში საქართველოში GTC-ც იქნება. სოფლიო რუკაზე ნელ-ნელა კაი ადგილი უნდა დავიკავოთ რა. მესმის უკვე წინაზე ახლა წინაპირას შვეიცარიელი იყო შემოსული და მსგავსი კოლექციაო, ну მე არ შემხვედრიაო, ესე ერთად თავბოყრელიო. ბევრი იტყვის დარწმუნებული ვარ მაგას რა. კეთილი. კაი, მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო, იმედია საინტერესო იყო. არხი გამოიწერეთ აუცილებლად. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული. როგორც ყოველთვის ამას ექნება ტრადიციული სახე თვის სიახლეებს სისტემატიურად დაგაცნობთ და ამა გემშვიდობებით და მომავალ ვიდეოებამდე. მადლობა ყურადღებისთვის. კარგად.